შეიძლება ახლა ვიღაცამ დამაბრალოს, რომ მასტურბაციის იმას პროპაგანდას ვაწარმოებ. არ ვაწარმოებ, მაგრამ მე ვამბობ როგორც ექიმი და პროფესიონალი. ექიმი სექსოლოგი ვარ, მართლა სექსოლოგი ვარ. ტყუილა კი არა. არ ვიბრალე. ხო და ესე იგი რა მინდა ვთქვა? მასტურბაცია არის აუცილებელი ერთ-ერთი ელემენტი ფსიქოსექსუალური განვითარების იმ ეტაპისა, როცა ხდება მამაკაცი მამსხოდელობაში, ქალიც გარკვეულწილად, მაგრამ ცოტა ნაკლებად, ქალთან ცოტა განსხვავებულად არის, მაგრამ მამაკაცთან ეს უფრო ტიპიურია. არის აუცილებელი ატრიბუტი იმ ეტაპისა. ამიგეთ? როცა მას უბრალოდ სქესობრივი ცხოვრება ვერ ექნება. ხო. განპირობებული აბსოლუტურად ობიექტური სოციალური ფაქტორებით, ხო? სოციალური ფაქტორებით და ეს თუ გდებავთ უკვე ესე იგი სოციალურად გამართლებული ტაბუც არის რა. ვიღაცა ქალმა რო გავიხსენოთ ახლა მონიკა ბელუჩი რო თამაშობს, ხო გახსოვთ რა მილენა. ხო და ახლა მილენას ის ბიჭი რო შეეცდინა, არ შეუცდენია ხო ეს მილენა კაი ქალი იყო, წესიერი ქალი იყო. ესე იგი რო შეეცდინა, ხო? დღეს ამას შეაფასებდნენ როგორც სისხლისმსამართლო პედოფილია არა, მაგრამ ნუ რა ვიცი ახლა ქალზე ნუ სისხლისმსამართლის პასუხისმგებლობა მაგაზე. ეს არის არასრულწლოვანის გარყვნა. რა უნდა ხდეს ახლა ბავშვმა, რომელსაც აქვს მოთხოვნილება? პოლიცია? რა პოლიცია ეს ღამის დაცემას უძახიან, ეკლესიურად არის ღამის დაცემა. პოლიცია რა მასტურბაცია რა არის? რა არის? უბრალოდ თავისთავად ხდება მასტურბაცია სიზმარში, ხო? ასე რომ ეს არის აუცილებელი ელემენტი და რა თქმა უნდა ხშირად ერევათ ერთმანეთში რა. აი ახლა ამ ინტერნეტ ეპოქამ მოიტანა რაღაც ძიმე, ასე ვთქვათ, თავისი თანხლები, მოვლენები, ერთ-ერთი არის პორნოგრაფია, თავისთავად კი არა რაც პორნო საიტების სადმი წვდომის სიადვილე ხელმისაწვდომობა ბავშვებისათვის. ხო? ხო და ნუ ახლა მე ვერ ვიტყვი რომ ეს იმდენად რაღაც ისეთი პრობლემაა, შეიძლება მოზრდილებში უფრო პრობლემა იყოს, მაგრამ ერთმანეთში ერევათ ხშირად, ესე იგი, ეგრეთ წოდებული დამოკიდებულება პორნო საიტებზე მასტურბაციასთან. მასტურბაცია ეს არის ერთგვარად ორთქლის გამოშვება. და პორნო საიტი რატო უყურებს მამაკაცი პორნო საიტს? მასტურბაციის მიზნით. ეს უკვე არის გარკვეულად პარაფილია, ანუ პათოლოგია.